კოლორექტალური კიბო არის ავთვისებიანი დაავადება, რომელიც წარმოიშობა მსხვილი და სწორნაწლავის ეპითელიური უჯრედებიდან და უმეტეს შემთხვევაში იწყება ადენომატოზული პოლიპიდან. დაავადება ყველაზე ხშირად ხდება 50 წელს გადაცილებულ პაციენტებში, თუმცა ბოლო წლებში მატება შეინიშნება ახალგაზრდებშიც. მოგესალმებით, მე ვარ ლექსო დაგვილავა, ზოგადი ქირურგი და ლაპარასკოპისტი. ხელმძღვანელობ კავკასიის მედიცინის ცენტრის ზოგად ქირურგიულ დეპარტამენტს. კოლორექტალური კიბო სიკვდილიანობით მეორე ადგილზეა ონკოლოგიურ დაავადებებს შორის, თუმცა აღსანიშნავია, რომ განკურნების მაჩვენებელი გაცილებით მაღალია განვითარებულ ქვეყნებში. კოლორექტალური კიბოს განვითარების რისკ ფაქტორებია: ოჯახური ანამნეზი და გენეტიკური სინდრომები, ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადებები, ქრონიკული კოლიტი, არასასურველი კვებითი ჩვევები, დაბალი ბოჭკო, მაღალი წითელი ხორცი, გადაუმუშავებელი ხორცი, სიმსუქნე, მოწევა და ალკოჰოლი. სიმპტომები შეიძლება იყოს ანემია, სისუსტე, ფარული სისდენა, მუსლის ტკივილი, მუსლის შებერილობა, სისხლიანი ან არაერთგვაროვანი ფაღარათი, ყავზობა, სწორი ნაწლავის კიბოს შემთხვევაში ხშირად შეინიშნება აშკარად სისდენა. ტკივილი დეფეკაციის და მუდმივი ცრუ დეფეკაციის შეგრძნება. დაავადება ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ სკრინინგი ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტია კოლონოსკოპია ბიოპსიით. დამატებითი გამოყენება ონკომარკერები, მუცლის და გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტით, ხოლო სწორნაწლავის კიბოს შემთხვევაში რეკომენდირებულია მაგნიტურეზონანსული ტომოგრაფია. მკურნალობა დამოკიდებულია სტადიაზე, სიმსივნის ადგილმდებარეობაზე და პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე. მთავარი მკურნალობის მეთოდი არის ქირურგიული ჩარევები. საჭიროების მიხედვით ვიყენებთ ქიმიოთერაპიას, ქიმიორადიაციულ თერაპიას, განსაკუთრებით სწორნაწლავის კიბოს შემთხვევაში. ოპერაციები ასევე კეთდება ლაპარასკოპიული მეთოდით. ლაპარასკოპიის უპირატესობებია მცირე ოპერაციული ტრავმა, ნაკლები სისხლის დანაკარგი, ნაკლები ტკივილი, სწრაფი რეაბილიტაცია და უკეთესი კოსმეტიკური შედეგები, ხოლო ონკოლოგიური შედეგები იდენტურია ღია ოპერაციასთან. კიბო არ არის განაჩენი, მთავარია დროული დიაგნოსტიკა და თანმიმდევრული პროფესიონალური მკურნალობა, რაც გამოჯანმრთელების უმთავრესი წინაპირობაა. გისურვებთ ჯანმრთელობას.